კონფლიქტები ასე უნდა მოგვარდეს. ასეთი პოლიტიკაა გასაწერებელი ყველა მიმართულებით, ეს ნატო იქნებოდა, შეერთებული შტატები თუ რუსეთი თუ სხვა. როდესაც ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას კონკრეტულ საკითხებში, თქვა სასამართლო სფეროში, ვეუბნებოდით, ეს ასე კი არა, ასე უნდა გაკეთდეს და ვუძებდით მაგიდაზე კანონპროექტებს, პაკეტებს ყველა მოსაზრებას. ხვალისთვის, ზეგისთვის ჩვენ გვჭირდება ის ხალხი ხელისუფლებაში და იმ ხალხს უნდა გავყვეთ, რომლებიც შემძლე არიან ამ ყველაფრის მოგვარების. მარტო იმაზე საუბარი, რომ რატომ იზრდება ფასები, ამიტომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, დიახ, უნდა წავიდეს. იმიტომ ხელისუფლება, რომელიც თავის მოსახლეობას ასეთ დღეში ჩააგდებს, როდესაც ყველა ქვეყნის, ყველა მთავრობა, სადაც ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისებია, ჯერ უმარტავს საზოგადოებას, ჯერ ამცნობს საკუთარ პოლიტიკას და მერე აკეთებს ამას. და არა ისე, რომ ჩვენი დღეს გავიღვიძეთ და აღმოჩნდება, რომ ფასები არის მომატებული 15-20%-ით, იმიტომ რომ ვალუტის კურსს ასე ვყრობოდით, ხელოვნურად ვაფერხებდით, მერე უცებ გავუშვით და მოსახლეობას აქვს ბუნებრივი მოთხოვნა, ასეთი ხელისუფლება აღარ იყოს სათავეში. ეს აბატონო და ძალიან მენიშნა თვითრეალიზაციის ასპარეზი არის, რომ ხელისუფლება თქვენ ბრძანებს, მე ხომ მინდა პრინციპი გავაკეთო, თუ ხელისუფლება საინტერესო მოსაუბრე ყავდა შენდეროვიჩი, იმას აპირია და თითქმის იდენტური ტექსტებით და ფიქსირა ამ ადამიანმა მისეული ხედვა, რომ ადამიანი, როდესაც ძალაუფლების მეტ და მეტ უფალს იღებს, ეს მის სისუსტეზე და პიროვნულ სისუსტეზე კი იყო ხაზგასმა. ნუ მოხდა ეს, მოხდა, მოდის ამ ხელისუფლებას აღარც ღირს ბევრი საუბარი, მომეცი, აღარ ღირს ბევრი საუბარი. თავად ეს თქვენ ლიდერები ბრძანეთ, აი ეს ფსიქოლოგია მაინტერესებდა ადამიანს, საერთოდ თქვენგანაც მაინტერესებს ამის მოსმენა, თქვენ პარტიის თავმჯდომარე ხართ და მე მგონი ერთადერთი პარტია ხართ, რომელმაც უახლოეს წლებში არჩევნები ჩაატარა და თქვენ ესე ვთქვათ, რეალობაში ტენდერი დავარქვათ, მოდი თუ ასე ვთქვათ, თქვენ შემთხვევაში არ ვიცი, გაიმარჯვეთ. საინტერესოა თავად ეს ფაქტი, რომ ერთადერთი არც ვინც ნებაყოფლობით და გადადგა თქვენი პარტიის თავმჯდომარე იმ პარტიის წარმომადგენლისგან, რომელიც გადადგა და აგირჩიეს თქვენ, მე მგონი ხელხმების აბსოლუტური უმრავლესობით. თქვენი რაღაც ამდაგვარი სწავი იყო კონსერვატორებს, მაგრამ ეს არ არის მასობრივი მოვლენა. დაუბრუნდები აი ამ თვითრეალიზაციის ასპარეზს. ცოტა სოლდატი და და ბოლოსით მოსული ეს თვითრეალიზაციის ასპარეზა და შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლებაში იგივე პერიას მოსვლა, იგივე კებელსის მოსვლა, აი რა ცისებები უნდა ქონდეს ადამიანს, რომ მან გადადგას ნაბიჯი და აი ესე ვთქვათ, ხელისუფლებაში მხოლოდ ის, რომ თვითრეალიზაციის ასპარეზია და პროგრამა ცოტა არის. თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორი ტიპის ადამიანები, რა უნარ-ჩვევებისა და რა ხედვის ადამიანი, ან შეიძლება არც იცი მე იზომება თუ არა, დაუშვათ პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიოსნება, უნდა იზომებოდეს თუ არა, ბიოგრაფია უნდა იზომებოდეს თუ არა, მე უსმენდი იგივე არტილერიაზე, აბამა ახალგაზრდა რომ არის, ამიტომაც ნაკლებად ცოდვილი არის და ვერც უყურებს ვერაფერია. ჩვენთან რატო არ ხდება მოჭრება, ვინ მოდის და როგორ მოდის? თვითრეალიზაციის ასპარეზს რაც შეეხება, მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები ვინც იყვნენ ხელისუფლებაში, მათ ჰქონდათ საკუთარი თავის გამოვლენის და წარმოჩენის საშუალება. კარგი მიმართულებითაც და ცუდი მიმართულებითაც. ამიტომ ადამიანებმა ვინც ხადეს ეს და არ გამოუვიდათ, აღმოჩნდნენ სუსტები, ვერ გაუმკლავდნენ დიქტატორულ მისწრაფებებს, ან ეკავათ თანამდებობები, მაგრამ ეგუებოდნენ უკანონობას, უსამართლობას, სტრატეგიის არ ქონდათ და ძალიან ბევრ რამეს, ეს ხალხი არის პოლიტიკურად რეალიზებული და დასკვნაროდ ცუდად რეალიზებული. ამიტომ მოსახლეობამ, მომრჩეველმა მოქალაქემ, ყველა ადამიანი უნდა შეაფასოს განვლილი საქმეებით, განვლილი გადაწყვეტილებებით. ობამა მაკეინის კამპანიის დროს გახსოვთ, რამხელა ყურადღება ექცეოდა იმას, რომელმა სენატორმა სენატორობისას რა კანონპროექტს დაუჭირა მხარი და რას არ დაუჭირა მხარი. ანუ კონკრეტულ საკითხებში რა გადაწყვეტილებებს იღებდა. და რომ გამოსულიყო, ვთქვათ, ბატონი მაკეინი და ეთქვა, რომ კი მიმაჩნდა, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ მაკეინი ჩემი პრეზიდენტი ბუში ჩემი მეგობარი იყო და ამიტომ დაუჭირე მხარი. ან ჩავთვალე, რომ უმრავლესობის არ დაშლა იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე იმ კანონზე ჩემი პოზიცია. ეს ხო მიუღებელი და გაუგებარი ამბავი. ამიტომ ყოველ კონკრეტულ საკითხში, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, პასუხიც უნდა ვაგოთ ამ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება როგორი შესაძლებელია თუ არა
იყო პოლიტიკაში და იყო თქვენგანეთ პატიოსანიც თუ არ დაკარგო თვითკონტროლი იმაზე რომ ძალაუფლებამ არ გარკვნას აბსოლუტურად, რასაც აბსოლუტური ძალაუფლება აკეთებს. აქა ორადორი მეხამრიდი ამ ხიფათის. ერთი ესაა რომ აბსოლუტური ძალაუფლება არავის არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. არც კონსტიტუციურად და არც არაფორმალურად. ეს უკვე ჩემი თქვენი ყველას ჩვენი საქმეა, რომ რაც არ უნდა ვენდობოდეთ, რაც არ უნდა მოგწონდეს, რაც არ უნდა ესეთი ჩანდეს სანდო გონიერი ჭკვიანი ლიდერი, უნდა ვიცოდეთ რომ ასეთ ადამიანს როგორც კი ძალაუფლებას ჩაუგდებთ ხელში უკონტროლოს, მაშინ ეს ძალაუფლება ამ კარგ ადამიანსაც კი გაახუჭებს. ეს ერთი. მეორე, ამაზე უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი მექანიზმია კონტროლის შიდა მექანიზმები. მოდი ასე დავარქვათ და გამარტავ ამას შემდეგნაირად. ძალიან აი ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს მექანიზმები საკმარისი არის, რომ ადამიანი დაუსვათ, აი ადამიანმა ვერ შეძლო, ვერ გაახსენოს და ეს აბსოლუტური კაპრის კლუბაში არ გადაიდეს. იქ იტალიის მაგალითს მოგიყვებით. დემოკრატიული ქვეყანა, კონსტიტუცია treba საინტერესო სახელმწიფო შტოებს შორის დანაწილებას კარგად არის საერთოდ დალაგებული, მაგრამ ფორმატი სასამართლო ქონდა როდელ პრემიერ-მინისტრი. ქართულად გამოსულა მაინც პრემიერ-მინისტრი და ერთი 12 სასამართლო ქონდა. ეს მოსამართლეები ჯერ კიდევ თანამდებობებზე არის. მოიხიდა ყველაფერს და ასლან მასია საქმე. არის კულტურული თავისებურებები, ბატონო. მე იტალიაში სულ ერთხელ ვიყავი, მაგრამ მომიწია ხანგრძლივად ყოფნა დაახლოებით 10 დღე. და მივხვდი რა შეა საქმე. მივხვდი რომ საქართველოში მართლა შეუძლებელია ნორვეგიული ან დანიური სტილის დემოკრატია, მაგრამ ამასობაში შესაძლებელია ნორმალური დემოკრატიული ცხოვრება, როდესაც სამხრეთური ტემპერამენტი თუ მედიტერიანული კულტუროლოგიური გარემო თუ სხვა თემები თავისას აკეთებს, მაგრამ ზოგადად წესრიგია, ქვეყანა წინ მიდის. მე მაგალითად ვიყავი მომსწრე ასეთი ვითარების, რომელსაც გერმანიაში ვერ წარმოიდგენთ. დამაგვიანდა ჩემს ავტობუსზე, რომელსაც უნდა წავიყვანე სასტუმრომდე. ჩამოდგა სხვა ავტობუსი. და მძღოლს ვკითხე, ის ავტობუსი მოვა თუ არა მეთქი ისევ. შემდეგი ვკითხა, არა, იმან დაამთავრა მუშაობა და აღარ მოვა. მერე იტალიურად დაელაპარაკა მგზავრებს და მე მომართ ამოდიო აქ. მოთხარი არა, მე სხვაგან მივდივარ. მოდი არა უშავს. და მთელი ავტობუსი სხვა მმართველებით წაიყვანა. დამტოვა იმაში სასტუმროში და წამოვიდა თავის მარშრუტზე. ანუ აი არაფორმალური ამბები, როდესაც რობოტებად არ არის გერმანიაში ასეთ რამეს ვერ წარმოიდგენთ, ვერ დაუშვებთ. მაგრამ ამასთანავე იქ ძირითადი თემები, ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურები, ძირითადი საზოგადოებრივი ცხოვრება მოწესრიგებულია და ვინმე ბერლუსკონი ვერ ახერხებს ერის გადაჭეხვას რამე კატასტროფაში. მაგრამ რაღაცებს რა თქმა უნდა ახერხებს და ეს პრობლემები ყველა ქვეყანას აქვს და ახლა რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართა ბუშის პრეზიდენტობის დროს, თავად ამერიკელების განწყობა როგორია საკუთარი პრეზიდენტისადმი. ახლა ესეც ბევრი წლის რო იყო შეცდომა შეეშალათ, მაგრამ ამით ამერიკა არ დაქცეულა, არ დანგრეულა, იმიტომ რომ ინსტიტუტები ადგილზე იყვნენ. და შიდა კონტროლის მექანიზმებში მე დავგან ჩვენს პარტიაზე ვისაუბრეთ, მე გეტყვით ასეთ რამეს, რომ ეს არის ძალიან რთული ამბავი იყოს ვინმე, თქვათ ივლიანი ხაინდრავას თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილის თავმჯდომარე და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის თავმჯდომარე რესპუბლიკურ პარტიაში. და სწორედ ეს სირთულე არის წინაპირობა იმისა, რომ ეს სისტემა კონტროლის და ურთიერთ შიდა გაწონასწორების მუშაობს და მე პირველ რიგში პასუხისმგებელი ვარ იმ ხალხთან, იმ ადამიანებთან, რომელიც მე არ მომცემს რაღაცის საშუალებას. ეს თემა რომ განვიხილოთ ნაციონალური მოძრაობის ლევანელი მმართველი პარტიის მაგალითზე, ну, აქაა სათავე უბედურების. ეს შიდა დიქტატურა და შიდა არაჯანსაღი ურთიერთობები, არა ცივილური და არაზნეობრივი, არამორალური ურთიერთობები